ორი ტყუპი ძმა და ორივე დაავადებული ჰეპატიტის მძიმე ფორმით, რომელთაგანაც მკურნალობას მხოლოდ ერთი გადის, ვინაიდან ოჯახის სახსრები მეც ვერ წვდება. ეს ამ დაავადებასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთ-ერთი მძიმე მაგალითია. ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში სწრაფად იზრდება, ძვირადღირებულ მკურნალობას კი არც სახელმწიფო ანაზღაურებს და არც სადაზღვევო კომპანიები. თუ რამე ბოლო შანსიც ყავს, ყველა შანსს გამოვიყენებ იმისათვის, რომ ჯერ კიდევ გადავჭიდე. 19 წლის ტყუპი ძმების სიცოცხლის გადასარჩენად უკვე 1 წელია იბრძვიან მათ. ჰეპატიტის დიაგნოზი 1 წლის წინ დაუსვეს. იმის მიუხედავად, რომ მკურნალობის დაწყება ორივესთვის აუცილებელია რეაბილიტაციის კურს, უსახსრობის გამო მხოლოდ ერთი იტარებს. როცა ჩვენ გავშინჯეს, მართალია მეც ისეთ მდგომარეობაში მკურნალობა საჭიროებს კი არ უკვე უნდა მკურნალოდეს წესით, რადგან თანხის ხორი არ აქვს მკურნალობა. ჩემი ძმას, ჩემზე მეტი რთულად აქვს საქმე და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ის მკურნალობა. დავიწყეთ ჩემი მკურნალობა, ყველაფერი გაიყიდა ამის გამო, თითქმის აღარაფერი აღარ დაგვრჩა, რაც გვაქვს ფული თანხების საერთოდ გამოგვეწურა ყველანაირ ბალანსი და ამიტომ ყველგან შევიტანეთ განცხადება თითქმის ჯანმრთელობის სამინისტროში, კანცელარიაში, მინისტრის სახელზე ყველგან, მაგრამ ყველგან უარი გვეთქვა. ჰეპატიტი რომ ცეროში არ გადაიზარდოს, აუცილებელია მკურნალობა დათომაც დაიწყოს, თუმცა ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო ყველა რესურსი ამოწურული აქვს. კურსის დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მეორე ძმის შემთხვევაშიც. მათ დახმარებისათვის ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას მიმართეს, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. კონკრეტულ პაციენტებს სჭირდებათ მკურნალობა და დროული დახმარება კონკრეტული დიაგნოზიდან გამომდინარე. დროული დახმარება თუ არ მოხდება, დაავადება განიცდის პროგრესირებას, შეიძლება მივიდეთ ქრონიკული ჰეპატიტის გართულებებამდე, როგორც არის ღვიძლის ციროზი და კიბო. ჰეპატიტის მკურნალობის კურსი ორი პრეპარატით, პეგასისისა და პეგიდრონით ხორციელდება. მხოლოდ ერთი ამპულა 474 ლარი ღირს, მკურნალობის კურსი კი 10-დან 24,000 ლარამდე ჯდება. არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო დახმარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მოხდა 270 პაციენტის გამოკვლევა, საიდანაც ჰეპატიტი დაუდგინდა 206 ადამიანს. სამწუხაროდ თქვა, რომ ამ 206 ადამიანი და ძალიან ბევრი ადამიანს იმდენად მძიმე სიტუაცია ჰქონდათ უკვე ღვიძლთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის მერე დღევანდელი დღამდე სამწუხაროდ ამ კვლევაში მონაწილე 5 ადამიანი უკვე გარდაიცვალა. თავაზობთ სახელმწიფოს, რომ 1000 ადამიანის მკურნალობა მაინც დააფინანსოს პირველი წლის განმავლობაში, ვინაიდან ეს ის ხალხია, ვისაც აუცილებლად სჭირდება დღეს მკურნალობა, ვისაც ღვიძლის დაზიანების ხარისხი უკვე იმ დონეზე აქვს მისული, რომ ისინი მოცდას ვერ შეძლებენ. ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია თავის თავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა. სწორედაც რომ არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ის, რომ უნდა უმკურნალოს ამ ადამიანებს. საქართველოში ოფიციალური მონაცემებით ჰეპატიტით 200,000 ადამიანია ინფიცირებული, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ციფრი უფრო მაღალი იყოს. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი 2013 წელს 2 მილიარდ 345 მილიონი ლარით განისაზღვრა, ჰეპატიტთა ინფიცირებულებისათვის მკურნალობის თანხების გამოყოფა ვერც წელს მოხერხდა. სამინისტრო ჰეპატიტით ინფიცირებულთა დახმარების ახალ პროექტზე მუშაობს. იმის გამო, რომ დღეს მკურნალობა, თქვათ, ინტერფერონის და რიბავირინით მკურნალობა ძალიან ძვირია და 10,000-დან 25,000-მდე მერყეობს. დღეს უკვე არის საუბარი მსოფლიოში ბიოსიმილარული პროდუქტების შემოტანაზე. თუ კი ჩვენ მივიღებთ მტკიცებულებას, რომ ეს ახალი პრეპარატები არის ისევე ეფექტური სამკურნალოდ, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატების გაუჯობესდეს. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში ჰეპატიტის შემთხვევები ყოველწლიურად 10-20%-ით მატულობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ თვეს 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 2012 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით თითქმის 100 ადამიანით მეტია. ჰეპატიტი საქართველოში გააჩნია მზარდი ტენდენცია, რაც ზრდა გამოიხატება წლიდან წლამდე დაახლოებით მერყეობს 10-დან 20%-მდე ზრდის რიცხვით. უკანასკნელ პერიოდში ეს არის ესეთი სტაბილურად სულ მატებაში, თუმცა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევათა გარკვეული რაოდენობა ჰეპატიტის რჩებოდა სააღრიცხვო სისტემის მიღმაც. საქართველოში დაახლოებით 200,000 კაცს აქვს ჰეპატიტი. თუ შევადარებთ სოფლიოში სხვა ქვეყნებში გავრცელების დონეს, საქართველოს მიეკუთვნება მაინც მაღალი გავრცელების ზონას. ჰეპატიტის მკურნალობა თუ დროულად ჩატარდა,
და ადეკვატური მკურნალობა ჩატარდა, პაციენტს აქვს 70-80%-იანი შანსი, რომ განიკურნოს სრულად. შემთხვევათა მატების მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დაავადების ვერც მკურნალობა და ვერც პრევენციული ნაბიჯების გადათქმა ხდება. დაავადების მკურნალობას არ ანაზღაურებს ქვეყნის არც ერთი სადაზღვეო კომპანია. ერთადერთი უწყება, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობას აფინანსებს, სასჯელ აღსრულების დაწესებულებაა, მაშინ როდესაც ტყუპი ძმების მსგავსად დახმარებას ათასობით ინფიცირებული ელოდება.